საინტერესო იქნება მრავალი თემები აქ დაგროვილი და ყველაფერზე ვისაუბრო და ბატონო გიორგი გულწრფელად გეუბნებით ახლა ჩემი პრობლემაც მინდა მოგახსენოთ ამ პროკურატურის მოპირდაპირ ხარისკინის გისოსები ვიღაცებმა იყიდეს და აშენებენ ახლა იქ რაღაც 4 კორპუსს 35 სართულიას და აი ისე შეგვიძლია ერთი მხრიდანაც ქონდა შემოსასვლელი მეორე მხრიდანაც რა და ეს მეორე მხარე არის ეს ისა რა ქვია ვეტერანთა თუ რაღაც ამდაგვარი ადმინისტრაციაზე იქა და მაშინ როდესაც ისინი მათ დაამთავრეს იმ შენობის აშენება ანუ იქიდან ბევრი მანქანა ჩვენ სეზონში შემოდიოდა და აყენებდნენ ეხლა ჩვენ ეს ერთი გზა გადაგვეკეთა და ახლა შლაგბაუმი დააყენეს შეეშინდათ რომ ისინი შემოვიდოდნენ და დამიჯერეთ ძალიან ბევრი მანქანა გვიდგას აქ დაახლოებით 120 დავთვალეთ უხელის მე და ჩვენი მანქანების ესე იგი რომ შემოვიდეთ ეს დაჟინებით მინდა ამას კალაძეს მოვთხოვო რა ოფიციალურად მოგბართავთ ბატონო კახი მოგვაშორეთ რა ეს ვიღაცამ რაღაცა ელექტრო ის ჩართო რკინის გისოსებია და ვისაც ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრ ჩვენთან ახლა სტუმრები რომ მოდიან აი არ ვიცით როგორ შემოვიყვანოთ ყველას ხო ვერ დაურეკავ ახლა მეზობელს და ის გახსენით ჭიშკარი და რაღაცა და კალაძეს ვთხოვ რა ძალიან გთხოვთ რომ მოიყვანოთ ჯგუფი და მოჭერით ეს ისენი რა ქვია ელექტრო რაღაც ამბავი არ არის რა ეს ცივილიზებული და ნორმალური მიდგომა აქ ჩვენ 1500 კვადრატული მეტრა გვაქვს აქ ფართობი ამ კორპუსში და ყველაზე დიდი ფართობი ჩვენ გვაქვს აქა და თუნდაც ფართობის მიხედვით რაღაცას ხო გვეკუთვნის და ჩვენ მხარე ჩვენ შემოსასვლელში მანქანები 1-5-6 მანქანა დგება სტუმრები რომ მოდიან და მოგვეც საშუალება და ეს მოგვაშორეთ ეს ღობეა თუ რაღაცაა პირადად ხო ბატონ კახი კალაძეს და სხვა შორის ბატონ კახი კალაძე აკრიტიკებს თქვენს იმას რა ქვია მოთხოვნას რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს და მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ მე თუ გითხავ სულაც არ იქნებოდა ცუდი არ ამგონი ახლა სადღაც უსმენდი კიდევაც რომ რატომ მოიკლავს თავს ახლა ეს ქართული ოცნება და ამ ხარჯების ხელახლა გააღება სადღაც 300-დან 500 მილიონამდე უჯდება მართლ პარტიას და არ ჩაატარებენო თქვენ რა სიტყვით ამ აი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ოცნებას თუ დაჭირდება ბატონ დავით 300 მილიონსაც დახარჯავს და ვაკაცილებით მე ისე წუწურაქები არიან არ დაიჯეროთ ყველა კაპიკს დასდევენ ხო მაგრამ მოიცით მაგათთვის როგორ არის ინვესტიცია ორი კარტის დაურეკავენ ფული მოიტარეთ და 300 დავხარჯავთ და მე ამოიღებენ ხა კორუფციაში ჩაფთული ხალხია ჭიპი აქვს მოჭრილიო რო იტყვია ეს გამოთქმა რო არის სამწუხაროდ ესეა და ტოტალური კორუფცია აქვს ქვეყანაში ხო ეხლა არ გავიხსენებ პრემიერ-მინისტრები მაგათი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრები არ ვიცი ამ ქვეყანაში საქმეს ვინ აკეთებდა ვერა თავი მოიჭერეს ყველა ფულს აკეთებს არის საქმეს აჭმევდნენ პატარა ბავშვებს ბაღში გამოყოფილ საჭმლის ფულს პარავდნენ. იქ პრემიერი ყავდათ სახლში კოკროზოდებს და მილიონობით დოლარს ქეშად ინახავდა და ნუ არ ვიცი სხვა კიდე რამდენი და ამ პირობებში საერთოდ რაზე არის ამ ხალხთან საუბარი კორუფციაში ჩაფლული რეჟიმია. აქ მე მგონი ყველა რეკორდი მოხსნეს რა. ხო ანუ აი ესეთი არ ვიცი ახლა გიორგი თქვენ ბათუმში ნამყოფი ხარ თუ არა ლას-ვეგასი გაგოლებათ ყოველ იმაში რა ქვია ორ თვეში ერთ-ერთი ცათამბჯენი ესა დამთავრებულია აი რაღაც საოცარია ყველა აი არ ვიცი ახლა ეს ოლიგარქი დავარქვათო ბიზნესმენები ყველა კორპუსებს აშენებს მოდა შემოვიდა კორპუსების აშენება მეცაც გეტყვით მე როგორც ვიცი 4-5 ცათამბჯენის აშენება პირადად უნდა ბიზინა ივანიშვილსაც და ამ შენებლობაში ამ ხელა რესურს ჩადებას ნუ არ ვიცი რაღაც უცნაური მიდგომებია გისმენთ ხო თბილისში რა თქმა უნდა ბათუმშიც ყველა სამშენებლო ნებართვის უკან არის კორუფციული შეთანხმება გამორიცხულია კორუფციული შეთანხმების გარეშე სამშენებლო ნებართვის მიღება ამასინათ იყო კალაძე ხუთიფარია და ყველაფერზე თეთრზე შავს ხო ამბობს ყოველთვის და ამასწინათ კიდე მორიგიუტი პროპაგანდაც ხდა რომ სახედავ თუ ქაოს არის ქაოსური მშენებლობები თბილისში წარმოედგინეთ ახლა რა ვიცი ყველაფერი და ამას რო იყოს ქაოტური მშენებლობები კი არა აუთ ბეტონის ჯუნგლებად იქცა თბილისი არა მხოლოდ თბილისის ისეთი რაღაცები როგორიც არის საერთოდ მიივიწყეს გეგმაგაც რა თქმა უნდა ძველი თბილისი საერთოდ რაც დაამსგავსოს აბანო თუბას შევხედოთ და ტვერელის ეკლესიასთან ბევრჯერ მისაუბრია ამაზე და კიდევ ბევრი ძველი თბილისის ისტორიული იასახე ფაქტობრივად ეს თავიდან ბოლომდე კალაძის პასუხისმგებლობაა მისი დამაფინჯება და აღარ ვსაუბრობ თუნდაც ისეთ ცენტრალურ უბნებში როგორიც არის საბურთალო და
წარისი და ასე შემდეგ საერთოდ რას გავს თბილისიდან. ეხლა ამ პირობებში თან ეხლა თქვენ ყობახიძეზე საუბრობთ, ხო? გადად ეხლა ყობახიძე რო გამოდის და ვითომ იქ კორუფციასთან მებრძოლი ვარ ვიძახის და ყველაფერს ვაკეთებ რომ კორუფციას ვებრძოლო. დიდი ბოდიში მაგრამ კალაძე მაგანაც წარადგინა თბილისის მე რა. მესამე ვარდით. ხო და ეს რო ერთი კლანია, ესეც ხო ყველამ კარგად იცის, ჩვენ გვითქვას რა. ბიზნეს კლანია რა. ბიზნესა არის დირიჟორი. ბიზნეს კლანია ჯამში ყველა ერთად, მაგრამ შიდა გაგისიმიდის კონკურენცია. ხო, ანუ ინტერესების და ბიზნეს სფეროების გადანაწილება ხდება და ეხლა ამას ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს? ხალხისთვის საერთოდ რა სხვაობა იქნება? ეხლა გუშინ ღარიბაშვილი შოულობდა თუნს და ლილუაშვილი და დღეს ყობახიძე და კალაძე თუ იშოვიან ეხლა ხალხს ეს რას უწყობს? ხალხისთვის მნიშვნელოვანი არის რომ ნორმალური ხელფასი გქონდეს, ამიტომ შემოვედით ჩვენ მინიმალური ხელფასის დაწესების ინიციატივით, პენსია გქონდეს ღირსეული და ზოგადად ცხოვრების პირობები გქონდეთ ადამიანებს ისეთი, სადაც ღირსეულად თავისი შრომით გამომუშავებული არ ჭირდება ამ ხალხს სულ შემწეობებზე ყოფნა და სოციალურ დახმარებებზე ყოფნა. ეს შეიძლება დროებითი ზომა იყოს, მაგრამ თავარი ის არის, რომ ადამიანს ისეთი სამართლიანი პირობები შეუქმნა, რომ დაეხმარო, რომ მან საკუთარი ამ პატარა მცირე ბიზნესი დაიწყოს, ან სამსახური იშოვოს, განვითარდეს, დაწინაურდეს და საკუთარი შრომით გამოიმუშაოს შესაბამისი ღირსეული ანაზღაურება და ჩვენ ახლა თქვენ რო კითხულობდით რეკლამაზე გასვლამდე, ხო? აი ესეთი ქვეყნის აშენება გვინდა, სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული ქვეყანა გვინდა ავაშენოთ და ისეთი ხალხი გვინდა მოვიმხროთ და ისეთი ასე ვთქვათ ადამიანებთან მივიდეთ და შევთავაზოთ სწორედ აი ეს რომ სამართალი იქნება ამ ქვეყანაში, სამართლიანი წესრიგი იქნება. ეს ამ ქვეყნის კეთილდღეობა, მათ შორის ეკონომიკური კეთილდღეობა სამართლიანად გადანაწილდება ადამიანებზე და მარტო რამდენიმე ოჯახის ჯიბეში კი არ წავა ეს გაზრდილი ეკონომიკური ზრდა, დიდად თავს რო იწონებენ. არამედ მთლიანად გადანაწილდება ყველაზე მეტნაკლებად თანაბრად. ხო და მე იყო ზუსტად აი ეს 2 კვირის წინ კიდევ ამ მინიმალურ ხელფასზე მთელი ისტერიკა რომ მოგვიწყვეს, ხო? გახსოვთ ალბათ ეს. რას ვითხოვდით ბატონო დავით რომ მინიმალური ხელფასი იყოს 1050 ლარი, რომ აი მაგალითად ნებისმიერი ადამიანი რომელიც დამსაქმებელ და დამსაქმებელს უბრალოდ კანონით არ ქონდეს უფლება რომ ამაზე ნაკლებ თანხა დამუშავოს. საჭიროა კარგი იდეა იყო, მაგრამ ვერ ამუშავდა ეს, აიცი და ძალიან წუწურაკი ხალხი ყავს ეს პატარ-პატარა ბიზნესებში და ყველას უნდა რომ ექსპლუატაცია გაზარდოს და ხელფასი ბევრი არ მისცეს. აი ექსპლუატაციაც სწორი სიტყვა თქვა, მაგრამ ნახეთ ამ ბიზნესებს ახსნა ჭირდება ბატონო დავით, იმიტომ რომ ეს მოტივირებული თანამშრომელია. ანუ თანამშრომელი, რომელსაც აქვს მეტნაკლებად ღირსეული ანაზღაურება, გაცილებით პროდუქტიულია და ამ ბიზნესისთვის გაცილებით დიდ ღირებულებას ქნის, ვიდრე თანამშრომელი, რომელსაც სხვა გზა არ აქვს. აი ოცნების დეპუტატი მაჭავარიანი გამოვიდა და რა თქვა, იცით, იმ ხალხს აწყობთო, ეგებაო, კაცო, თქვენ რატომ ნერვიულობთ? იმ ხალხს აწყობთო და იმ 300 ლარზე და 400 წერეთელია. კი არა, აწყობთ, სხვა გზა არ აქვს, აბარა, სხვა გზა არა. 304 ლარი. სხვა შორის გიორგი რა კარგია რომ ამ თემას შეეხეთ დიდი ბოდიშით რა ეხლა ჩემგან აი 30-50 მეტრში აქ ძირი მშენებლობა იწყება. საოცრება ეხლა აზერბაიჯანელები ყავთ მუშები. საწყლები მუშაობენ დილიდან საღამომდე დაუღალავად, მაგრამ საოცრება ისა რომ ჩამოყავთ თურქეთიდან ბრიგადები. და იქ თურმე 3 და 4000 აძლევენ თვეში. ეს გაუგონარი რაღაცაა, იცი ახლა აი მართა გეუბნებით, არ არის ეს ნორმალური კაცო, ჩვენ მშენებლების ყავს, ყველაფერის ყავს. ახლა მე მახსოვს აი სააკაშვილი როცა მოდიოდა 40,000 შენებელი ყავდა. ძალიან დიდი ციფრი იყო, მე ყველანი გაიქცნენ ევროპაში დაიწყეს, ზოგი კაფელში კი იყო, ზოგი სხვაში კი იყო და შემდეგ მაგრამ გასაზრდელია ეს კადრები. ახლა იქედან და რატო უნდა მოყავდეს, ნუ აქ ვინც ამ კორპუსებს აშენებს თურქები აქ დავასაკოთ ქართველები. ამაზე საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს. არ არის ეს ნორმალური, იცით, არ არის. არ არის იმიტომ რომ რატო იცით ბატონო დავით რომ ამ ხალხის როგორ გითხრათ ბედი საბოლოო ჯამში არავის არ უნდა აინტერესებდეთ გიორგი არის ბიზნესი 300 მალი არის აი 300 მალი არის ესენი კიდე რა ქვია მეთუნუქები და ისრაელში წავიდნენ სამუშაოდ რატო $2500 აქვს იქ შემოსავალი კი ბატონო აქაც საბოლოო ჯამში ამდენი უნდა გადაუხადონ და გაზარდო რაღაცა იცი აი თუნდაც 1000 კაცი ქართველი მუშაობდეს რა თქინდა ჩვენ თურქეთიდან გამოგზავნილი დელეგაცია ამათ გადამზადება ჭირდება რა თუნდა ერთ თვეში მოგვარდებოდა ეს საკითხი მასობრივი მშენებლობები რო დაიწყოს ვაჭრობს ბათუმში ძალიან ბევრი არაქართველი მუშაობს და თუ სახელმწიფო ვართ ჩვენს კადრებს უნდა უფრთხილდებოდეთ ქართველებს და ხო მაგრამ ბატონო დავით ისიც უნდა ითქვას რომ სამწუხაროდ ის შემთხვევაში კვალიფიკაცია ჩვენი ადგილობრივი მუშახელის
გეთახმებით რომ ბევრი მიმართულებით ყავს სპეციალისტები, მაგრამ კვალიფიკაცია მასშტაბრივად ესე ადვილი ხელმისაწვდომი არ არის. შე შემთხვევაში მოძებნა შეიძლება გიორგი, დამიჯერეთ შეიძლება მაგათი 2-3 თვეში დაკომპლექტება ჯგუფების. კი ბატონო, სახელმწიფო უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე და უნდა ეხმარებოდეს ყველას ბიზნესაც, ბიზნეს სტიმული. მე თუ მკითხავ საერთოდ ყველაფერი ქართული. ყველა და ყველაფერი, მარტო ყველაფერი არა. უნდა იყოს პრიორიტეტი. ანუ პრიორიტეტი თუ თანაბარ სიტუაციაში მაგალითად მაქვს ქართული პროდუქტი, იგივე ფასად და იგივე ხარისხის უცხოური პროდუქტი, მე უნდა ვიყო ვალდებული რომ ქართული პროდუქტი მივარჯიშო. უპირატესად იგივე ეხება პოლონეთში არიღებენ უცხოელებს, იცით? პოლონეთში ერიდებიან და აი ხელშეკრულებით დადებული შების სხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით რუსეთიდან, ბალტიისპირეთიდან და საქართველოდანაც უჭირთ აი მუდმივ საცხოვრებელსაც უბლოკავენ და ყველა ქვეყანა ცდილობს რომ თავისი კადრები დაასაქმოს. ჩვენთან ეს აი არაცნობიერები რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ კი უნდათ რომ იქით გაამარტივეს ბატონო. ხო, გაამარტივეს. ბოდიში თქვენთან გიორგი და 10000 ირანელი გაფორმდა აქ შეპესეები გახსნა და გააქვთ პროდუქცია ევროპაში. რატო კაცო, რატო? ადე კიდე თითო ირანელის იმაში რა ქვია ნუსხაში რამდენი კაცსა 5 კაცი ჩაასწრებინე ქართველი ეს ხა ჩვენში დარჩეს მე რაც ვიცი იმას გიყვებით რა კობახიზე რო ჩავიდა მაგათ მისცა დასტური და შემოვიდნენ და ივაჭრონო რატო კაცო ადე კიდე ქართველი ჩაასახლე შიგნით 4 კაცი მაინც 5 კაცი ზოგი არის ირანელებისა 30-40 კაციანი ესა კადრები და რატო უნდა იყვნენ სულ ირანელები იყვნენ ქართველები ამას რა ჭირდება იცით ბატონო ამას ჭირდება რეალურად ეროვნული მთავრობა ისეთი ეროვნული არა ესენი რო არიან მარტო რომ ამბობენ ეროვნულები ვართო ჩვენ ვართო თან სხვას არ დაუთმობთ სხვა არავინ არ არის ჩვენს გარდა ეროვნული და მართლა ჭეშმარიტად ეროვნული მთავრობა უნდა ყავდეს ამ ქვეყანას და არა ისეთი თვალთმაქცები და ფარისევლები როგორც ესენი არიან კონცეფტი ეხა როგორ შეიძლება ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა იფიქროს რომ ამათ მართლა რამე ეროვნული საერთოდ და პატრიოტული ან ქრისტიანული შერჩენია ანუ ამით უბრალოდ ხოლმე ამას სიტყვით ამბობენ და პროპაგანდით ავწევებით რომ სინამდვილეში მათსაქმიანობას რო შევხედოთ და გავაანალიზოთ პირდაპირ სრულიად საპირისპირო საკეთებენ ყველაფერს ხო? სხვადასხვა ეხლა კარგი იდეა მომივიდა ეხლა გისმენდი და უცბად ვიფიქრე ამაზე. კალაძეს მინდა ისევ მიმართო 2 მილიონი მანქანაა თუ არა ვწდები თბილისში. რა არის ოფიციალურად გამოყოს მერია მიწა სადაც არ უნდა ყოველ შემთხვევაში არ არის პრობლემა მიწის მოძებნა და ოფიციალურად კურირებდეს პროფილაქტიკები დღეს არის როგორ გითხრა რა შავი სამყაროს გავსი რაღაცა არის რა იყოს ოფიციალურად არსებობდეს მერია მათ ფარველობდეს ხელს უწყოდეს რომ არც რაღაცა ინტრიგები და მამაძაღლობები არ ხდებოდეს და ფულს არ თბოდეს ვინეს მაგრამ ცოტათი მაინც გაკონტროლდება აი როგორ გითხრათ პროფილაქტიკებში თუნდაც ჟესტის გასწორება და ამ შემდეგ ეს მნიშვნელოვანია ძრავები ძალიან ბევრს უფუჭდება გასაწმენდია ზოგი ხელოსანი 2000 ლარს ითხოვს მოტორის გარემონტებაზე და საშუალოდ უნდა იყოს მაქსიმუმ $300-400 ახლა მე ვიცი ევროპაში სადღაც ესეღის მოტორის გახსნა და ამ შემდეგ შეუძლია ეს მერიას გააკეთოს და უნდა გააკეთოს იცით ეს თბილისის თუკი სატრანსპორტო საშუალებებს გულისხმობ ავტობუსებს და სხვა ამდაგვარებს აკონტროლებს გააკონტროლოს პროფილაქტიკების პროფილაქტიკა თქვენ თუ გახსოვთ საბჭოთა კავშირში ტაქსოპარკები იყო გდანში იყო უზარმაზარი კაიდედიშვილი იყო ვინმე და გაუმართავი მანქანით გასულიყო ამოწმდნენ აკონტროლებდნენ და გავაკონტროლოთ მე მოუწოდებ კალაძის ადმინისტრაციას რომ შექმნას 10 რაიონია ხო თითო რაიონში ორი დიდი პროფილაქტიკა რომ შუშებით ან ალუმინის იმეებით გაკეთდეს და ნორმალურად ცივილიზებულად აი წარმოიდგინეთ რა თუ კი რაღაცა გაგიფიჭდება დაურეკავ თვითონ მოვლენ წაიყვანენ მანქანას და გამზადებულს მოგიტანენ ამაზე კარგი რა არის მე რამდენჯერ საათობით ვდგარ ვარ პროფილაქტიკაში რომ იკეთებენ მანქანას რატო უნდა ვკარგავდე დროს გამოიყენოს ეს მერიამ და ოფიციალური შემოსავალიც ექნება ბიუჯეტსაც და რას თავარი ადამიანებს შეუმსუბუქდებათ ძებნა კარგი სპეციალისტის ძებნა იმისა ძებნა ამისა და რას თავარია დღეების დაკარგვისა ცენტრალიზებული მომარაგება იქნება სათადარიგო ნაწილების ის გაუნაწილებს აი 10-ვე რაიონს თუ კი დავუშვათ საბურავები შირდება საბურავებს ეხლა კერძო სტრუქტურები მუშაობენ მოაწყონ ისე რომ საბურავი ორგანიზებულად ჩამოვა და ყველა პროფილაქტიკებში დარიგდება 1000 რაღაცის გაკეთება შეიძლება რომ შეუმსუბუქდეს ხალხს ცხოვრება და გაიაფთება მე თუ მკითხავთ მომსახურება 2 მილიონი მანქანისა
ყველგან ესეა ევროპაში, სულ ყველგან ხდება ესე და ჩვენ ისე შუა საუკუნეებში ვართ რა. რატომ დავით პროფილაქტიკის რა გითხრათ და რაც მათი მერიის პირდაპირ ვალდებულებაა პარკინგი, ხო? პარკინგი. ვიცით თქვენ რომ 5-ჯერ გაიზარდა ჯარიმი. ანუ 10 ლარი გინდა და 50 ლარი გახდა. 5-ჯერ კი არ გაორმაგდა და გასამაგდა, გახუთმაგდა. და სხვათა შორის წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ლარი ბოლო ინფორმაცია ეს იყო ახლა სულ ბოლო აღარ მინახავს. მარტო ჯარიმებიდან შედის თბილისის პარკირების ეს პატრული კიდე სულ საუბრია და რატო 50 ლარი რო გაახადეს ნუ რა ვიცი. აბა რამხელა თანხადა. ამო ეს ოდდა თქვენ გახსოვთ ხო სიტი პარკირო იყო რამხელა. კი 10 ლარი იყო და სისი გავუშვერეთ იმებრა. ეხლა რა ეს რამით ნაკლებია მithქვამს არაერთხელ და კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო ერთადერთი სამსახური რაც კალაძესთან გამართულად მუშაობს აი მართლა გამართულად არის ჯარიმების ამოღების სამსახური ანუ არ ვიცი ამას მართლა ის მოხერხება უნდა რომ ესე არც ხო ეს სამსახური რომ 5 წუთით მანქანა რომ სადმე დატოვო და იფიქრო რომ გაუთ 2 წუთი მინდა და უნდა დაგხვდებათ უკვე ჯარიმა გამოწერილი კი ეს ვიცი მეც ვარსა და რო აყენებ რო არ დაბაჯარიმონ მეთქს საბურავის ნახევრით რომ გადააცილოთ იმ დახაზულს რომელიც სხვათა შორის იმის პოლიციელანებად ნორმალურად დახაზულს უკვე ისე გაცვლა რომ აღარც ჩანს საერთოდ იმ ასვალზე მაგის გამოც კი 50 ლარიანი ჯარიმა შეიძლება დაგხვდეთ თუ საერთოდ გადაყვანილი არ იქნება საჯარიმო ავტოსადგომზე და ახლა აი არ ვიცი ხა ამ პირობებში საერთოდ შეიძლება რა ჯარიმების და ფულის კეთება არ ვიცი ეს თვითონ მიხვდება ალბათ უკვე მესამე წრეზე არის თბილისის მერი მიხედავს უნდა ამ ქალაქს რა მე რაც ახლა შევთავაზე ახლა სპონტანურად მომევიდა 10 რაიონია ხო და 20 პროფილაქტიკა დიდი მასშტაბური 1-200-300 მანქანა რო ეტევდე რა უნდა ამის გაკეთებას არაფერი არ უნდა ცენტრალიზებული იქნება და იქიდან ამოიღეთ ეს ფული თუ ესე ზანგი ყავთ ბიუჯეტის შევსება 1000 პრობლემაა ისა გიორგი 1000 პრობლემაა და აი ჩვენ ეხლა და ეხლა იცი რეალურად შევდივართ იმ ფაზაში რაც ევროპამ გაიარა 30 და მე ვგულისხმობ აღმოსავლეთ ევროპამ როდესაც ესე ვთქვათ საბჭოთა გავლენა ჩამოიშალა და პოლონეთმა აწყო გერმანიამაც კარგად აწყო სხვათა შორის იქ უნგრეთშიც კარგადაა ეს აწყობილი აღარ ლაპარაკობს ჩეხოსლოვაკიას ნუ ჩეხიას ცალკე და სლოვაკიას ყველამ რაღაცნაირად აი სისტემა და ევროპული სისტემა შემოიღო ჩვენთან არც ევროპული არის არც საბჭოთაა და აი პირდაპირ ფულის აღებაზე არის გადასული მთელი სამინისტროები ეს არის რასაც ჩვენ ვეუბნებით ბატონ და ეხლა ეს მინისტრი რომ ზამდებოდა პარლამენტში ხო რასაც მოყვა ეს ამხელა ამბავი ისმენდით ხო ანუ და ის ევროპას რო დააბრალა კიდე წარმოიდგინეთ როგორი უტიფარია ჩვენ კი არ გავაჩერეთ ევროინტეგრაციაო თვითონ ევროკავშირმა გააჩერა ხო ამ წარმოიდგინეთ როგორი ნუ რამე ხო უნდა თქვა ანუ ტყუილსაც ხო თავის რაღაც ისა აქვს ხარისხები ხო ასე ვთქვათ ნუ აი ესეთი უტიფარი ტყუილი როგორ შეიძლება თქვა ხო როდესაც ყველა კარგად გააჩერა 28 ნოემბერს გამოვიდა კობახიძე და პირდაპირ თქვა მივიღეთ გადაწყვეტილება აი სიტყვასიტყვით ასე ხო მივიღეთ გადაწყვეტილება და ამის მერე გამოდის არა იქამდე ზაფხულშიო თვითონ შეგვიჭერესო და ნუ ახლა ამის მერე საერთოდ პრაზია თვითონ გაითხარა გიორგი იმის შემდეგ ყველა შეჯარდა ბაგვიჩი ყველა შეჯარდა პათოლოგიური განცხადებები გააკეთა ესეთი უზარმაზარი აქციები და ამის ჩვენი მთელი ახალგაზრდობა გაჭყლიტეს და გადაუარეს და აღარ მინდა გავიხსენოთ ძალადობრივი ასე ვთქვათ აქციები, როდესაც მართლაც სასიკვდილოდ იმეტებდნენ ახალგაზრდებს. გნებავთ განსაკუთრებული დეპარტამენტის თანამშრომლებს, გნებავთ საერთოდ გაუგებარი ხალხი, მათი დაქირავებული და მათგან წახალისებული ხალხი. გიორგი დაიჭერე მაგათ ადრე თუ გიან, ყველას მისამართები იციან, ყველა შეგვიძლია მოქალაქეებს. მოუწევთ იმათ ყველას პასუხისგაცემა ამ ამბავზე. იგივე კობახიძესაც, იგივე ამ შინაგან საქმეთა მინისტრებსაც და ასე შემდეგ. ეხლა მართა არ მინდა სუბიექტური იყო, მაგრამ რაში ეხლა ეს ჭიკაიძე არის ვინმე ამ საპატრულო პოლიციის უფროსი. სულ ფიქრობთ ეს კაცი აზრზე არის რაზე საურავს მიმატებს ამ დროს 6 თვიანი ის თო გამოუცხოია აკრძალვა თუ 5 თვიანი ჩემზე ნუ კრეტინიზმამდე არიან მისული ოღონდ ეს ფული შემოსავალი ბიუჯეტში შეიძლება ყველაფერზე ვიდიან და ნუ აფეთქდებიან აი მაგრამ ადამიანი როგორც ღირებულება ერთი
მათთვის საერთოდ სიგეთის დათესვა არ იციან ამოხრება და ბოროტებაზე მიდიან და ბოროტებას ბოროტებით პასუხობს ხალხი ყოველთვის და ახლა გაიხსენეთ რა სააკაშვილს რა უკრეს არ გახსოვთ 10,000 კაცი გამოდიოდა იმანას ბოროტება ჩაიდინა და ყველა მიაწვა ამასაც მიაწვევიან მივაწვევით გიორგი არ შეიძლება არაბუნებრივია ვის შერჩენია ამათ შეერჩევა დროის ამბავია და ამიტომ გვინდა ესეთი მუშაობა თანმიმდევრული ეტაპობრივი მიზანმიმართული მუშაობა ხალხთან ურთიერთობა ხალხის პრობლემების გადაჭრისთვის ზრუნვა ეს არის ჩვენი გზა. რა კარგია რომ ამ თემას შეეხეთ. აი მე მახსოვს ორბანის ის რო იყო არჩევნების წინადღეს მილიონი კაცი გამოვიდა ბუხარესტში. ძალიან დიდი გავლენა ქონდა ამ იმას ორბანსა და მის იმას ამ მთავრობას აი ჩვენ აი რაც ჩვენთან ხდება იმაზე 10 უარესი იქ ხდებოდა. მაგრამ ხალხი გამოვიდა რადგან ხალხმა ორბანი მოიშორა ახაც ესე მოშორდება. აი დამიჯერეთ ეს ტყუპის სალები ვიდგანან ეს რეჟიმი იმ რეჟიმს. ისინი უფრო წინ იყვნენ დაწყვეტილები, რომლითაც ყვებავენ ხალხს. დაჭირვებულ ხალხს. აი შიშები. ეხლა ხალხ ადამიანი ოჯახი რომელიც დღიდან დღემდე თავის გატანის ამოცანით არის დაკავებული ეხლა. იმას ვეღარ მოსთხოვ მე რომ იგი იმედის და პოზიტივის და რუსთავიორის ეთერიდან მოწოდებული პროპაგანდა და ტყუილი ახლა გაშიფროს და სიღრმეებში ჩავიდეს და ასე შემდეგ და ნუ გინდა არ გინდა ეს ადამიანი ამას ღებულობს პირდაპირ და ამ დროს ეს არის ზღვა ასე ვთქვათ ტყუილების მთელი ოკეანე. სხვადასხვა დამინდა გითხრათ ისეთ გიორგი მე არც ვიცი ვინ ეყავს ეკონომიკის მინისტრი. აი ჩვენთან უკვე 4 ლარი გახდა ბენზინი. აი დღეს თუ ამდილას ადრე ხო გდანში მივდიოდი 4 და არ არის ეს ნორმალური ამბავი 4 ლარი ძალიან დიდი ფულია გიორგი როგორ შეიძლება აი რუსეთში უფრო იაფია აზერბაიჯანში იაფია თურქეთში არ არის ესეთ სიზვირე და ჩვენთან აი წველიან 2 მილიონი მანქანა რადგან თათვალი წველიან მძღოლებს ესე ძარცვის მექანიზმია რა არის ეს აი ძალიან ძვირია რა მოკლედ რო ვთქვა ამერიკაში ნახეთ კაცო არ არის რა ესეთი ფასები როგორც აქაა საწვავზე და მე არ ვიცი ახლა თუ კი ესენი ეჯიბრებიან საფრანგეთს ან გერმანიას იქ სხვა ტარიფებია იქ საშუალო ხელფასი არის 2500 ევრო და ჩვენთვის დიდი ფულია 4 ისა ლარი ძალიან დიდი ფულია რა იმდენი პრობლემები გვაქვს იმდენი მისახედია გიორგი და არ ვიცი ახლა თქვენი პარლამენტში ახლა 12 კაცმა რა უნდა ჩაპანი გაწიოთ თვითონაც არაფერს არ ამბობენ იცი და ან გამოესარჩოთ თუნდაც მძღოლებს 2 მილიონი მძღოლი 2 მილიონი ამომრჩეველია დაუკლონ ბენზინის ფასი 1000 რაღაცის გაკეთება შეიძლება რომ ხალხს შეუცვლო უკან ცხოვრება და არ აინტერესებს აი მე ვატყობ რა ის ვიღაცა ბაუდიში ბაპატიოს ვეთა სუშლიკა ბიჭი გამოყავთ ხოლმე რობოტივით გას და კაკანებს თუ კარგი რა სისხლია მაგ ბიჭის გამოყვანა ანი ცოცხლივი წვერებიანი ტიპი რო გამოდის სპეციალურად გამოყავთ ისეთები რომ აი ნეგატიურ განწყობას გექრიან და მიხედონ ქვეყანას არულიან ქვეყანას გიორგი და თქვენ კიდე კარგად უძლებთ იქა მე მართლა გამიკვირდა რომ თქვენი მუშტიკრივი არ გაგიმართეს მაგ ტიპებმა რომ გადმოდიოდი ტრიბუნი და ვიფიქრე ახლა ალბათ დაეტაკება ვინმე თქვენ მაგათვის ბომბა ხართ აი პირადად თქვენ ბომბა ხართ და ადრე თუ ქვიან ეს ბომბა ყველას თავში მოხდება ცუდად მიდიან ესენი და ღმერთის ნება რომ ესეთი ხარახურები არიან ამ ხელისუფლებაში ბატონო დავით აი თავარი რა არის ეს განგვასხვავებს მაგათგან ყველაზე ბევრი რამე განგვასხვავებს ძალიან მადლობა მეც მაგრამ ყველაზე მთავარი აი რომ მკითხოთ ერთი დამისახელით არის სიმართლე sorry როდესაც სიმართლე არის ჩვენს მხარეს აშვილ 99 კი არა იმ პარლამენტში 199 რო იყო ვერაფერს ვერ მოგიხერხებთ და ერთი ნაბიჯით უკან ვერ დაგვახევინებთ და ეს მაგათმა კარგად იცოცხლე მაგერებ გიორგი თქვენი ბრძოლა სამართლიანია თქვენ მართლა სამართლიანი ადამიანი ხართ ამ საქმეს დღეს იქნება თუ ხვალ ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები თუ ეს ისე არის ღმერთმა გისვინოთ გიორგი მე გულწრფელად გავუნები ძალიან მომეწონა თქვენი გამოსვლა პარლამენტში და მომეწონა ასევე დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლა და სხვა შორის დიმიტრი ოფიციალურად გიწევთ ჩემს ეთერში დიდი სიამოვნებით თუ კი სახლიდან ჩამერთვებით ინტერნეტი თუ გაქვთ სიამოვნებით თქვენ აი რევოლუცია მოახდინეთ რა აი გულწრფელად გავუნებით ისა დიმიტრი რამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და თუ თანხმობას გამომიცხადეთ, ხვალ მეცდები რომ ყველა საინტერესო
ქოცთან გვექნება საუბარი. მადლობა დიმიტრის, თუკი დაგვთანხმდება და გიორგი, დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. მადლობა თქვენ ბატონო. თუკი მე გულწრფელად გეტყვით, რამდენჯერაც გავხვალთ ეთერში რა პარლამენტში, იმ ღამეს მოგიწევთ ოღონდ სიმართლე მიუტანეთ იმ მაყურებლებს, ვინც ზიან სოფლებში და უყურებენ და გონიათ, რომ ესაა ხელისუფლება. ხელისუფლების ნაწილი თქვენც ახართ. საკანონმდებლო ხელისუფლებაში ოპოზიცია უნდა ჩანდეს.